ქალბატონმა მარიამმა უბრაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნინო ვიბლიანს იცავს. ცრუბრალდება თუ არის ჩემგან არის და ნინოს თუ შეუძლია რომ მე რომ მომთხოვოს რამე. ნინო ვიბლიანმა იცის და მამამისმაც იცოდა მე რომ ორსულად ვიყავი და იცის. ნინომ ყველაფერი იცის, საერთოდ ყველაფერი იცის. ნინო ჩემზე უფროსი არის. ყველაფერი იცის საერთოდ როგორ წაართვეს ჩემს მამას მიწები ის იცის მაგალითად. როგორ დამინგრიეს. ვიბლიანები ჩემთან რატო არიან დამნაშავე და პირადად ნინო რატო არის დამნაშავე იცი? მე რომ ბოლოს რო ვიყავი თემურის ცოლის ბუდკაში, ჭუბერის ცენტრში, იქ ნახეს კიდეც. ჩემი ატირებული სახე იქიდან რომ მოვდიოდი. მშიერი, წყურვალე ხალხო და თემურის ცოლთან მივედი იმის სათხოვნელად, რომ საჭმელი რომ მოეცა ჩვენთვის. და ვარით გამომიშვეს და მე ატირებული, მაშინ ატირებული, მე დამინახეს ორსული არსებობს მაგის მოწმეც. ამიტომ ქალბატონო მარიამ ძალიან გთხოვ, ნუ გადახვალთ ჯიმშერის უფლებები დაიცავით და ნოდარიშერებზე ნუ გადმოხვალთ, იმიტომ რომ მე 100%-ში ვარ დარწმუნებული, რომ ეს თელ ნოდარიშერების ჩართულობით ხართ მოხვედრილი მანდ. მაგრამ ნოდარიშერებმა ყველა მიცოდა საერთოდ ჩემი მდგომარეობა, ჩემი ორსულობის შესახებ ყველა მიცოდა საერთოდ. არ თქვას არც ერთმა ნოდარიშერმა არ ვიცოდიო. ყველა ნოდარიშერმა იცოდა. ყველამ. ქალიან, კაციან, მამიდიან, სიძიან, ყველამ. განსაკუთრებით ძალიან კარგად იცოდა ჩემი ორსულობის მდგომარეობა, იცოდა ოთარი ვიბლიანმა და ნაირა ჩხვიმიანმა. ძალიან კარგად ნაირამ ხელი მომკიდა მუცელზე რამოდენიმეჯერ. ასევე იცოდა ნინელი ვიბლიანმა და ვახტანგი ჩხვიმიანმა. რატომ როგორც მამიდამ რეაგირება არ მოახდინა ბავშვი რომ გაქრა და მუცელი აღარ მქონდა, რატო რეაგირება არ მოახდინა ორსულად რო ვიყავი? სკოლის მასწავლებელი იყო, ჯერ მამიდა იყო, მერე სკოლის მასწავლებელი იყო და მერე ჩხვიმიანების რძალი იყო. რატო არ მოახდინეს რეაგირება? ქალბატონო მარიამ, ძალიან გთხოვთ დაიცავით მხოლოდ და მხოლოდ ვისაც იცავთ იგი და ნუ გადმოღვალთ ნოდარიშერების დაცვაზე, იმიტომ ნოდარიშერებზე იმდენი სიბინძურეები მაქვს მოსაყოლი. მაგალითად ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რომ ჩვენ ჭყინტის სიმინდს რო გავატარებდით, იმას რო გამოუცხობდით ჩემ დაძმას მაგალითად და წყალწყალა ბაჟეს რო გავაკეთებდინ, რომელიც უფასოდ ქონდა ნიგოზიდან და იმას რო ვჭამდით და თუშა მისი ოჯახით ვილისით ამოვიდოდნენ, შუა მინდორში გაშლიდნენ პურმარილს და ჩვენ გვაყურებდნენ შორიდან, როგორ ბედნიერად ცხოვრობდნენ თვითონ. და ამის არაერთი მოწმე არის, ძალიან ბევრი უყურებდა, რომ ყოველ კვირაში ამოდიოდნენ. იმის დასანახავად, რომ ასტებირს დაანახებდნენ, რომ შენ კი მჩაგრავდი აქამდე, მაგრამ ეხლა მე შენ უსობლებს ნახე რას უშვებ, მაგის აყურებიებდა. მაგრამ მე არ მოვკვდი, აგერ ვარ ეხლა იმისთვის მოვედი, რომ თქვენ სიცოცხლეში თქვენი სიცოცხლეში ვერ მოვკლათ. ნინო ვიბლიანის დამცველები ვინც ხართ, უნდა გცხვენოდეთ, რომ იცავთ 4 თვის განმავლობაში, ჯერ საერთოდ რომ არ ცოდნოდ, აი საერთოდ რომ არ ცოდნოდ და საერთოდ რომ შეხებაც რო არ ქონდეს ამ საქმესთან, თუ არ უნდოდა ხალხში რომ გაჟღერებულიყო მის სახე, შეიძლო ტელეფონზე მოეწერა, როგორც არაერთმა სვანის ქალმა გააკეთა და არაერთმა ვიბლიანმა გოგომ გააკეთა მაგი. პირადში მომწერეს, ბოდიშებიც მომიხადეს და პატიებიც ითხოვეს, ისეთი გოგოებიც არიან ნოდარიშერებში. მაგრამ არავის არ გაუგია მაგათი სახელები, გაიგეთ რომ ჩემგან ვინ არიან? ბევრი არიან და ვერც გაიგებთ. მასე შეეძლო ნინოს კავშირი თუ არ აქვს ამ საქმესთან. ყველაზე მეტად დამიჯერეთ, დაკავებული არის ქალბატონი ნინო ეხლა იმით, რომ
წარმოიდგინეთ, მე რომ ახსოვს, ნინო ჩემზე რამდენით უფროსი არის. და იმას უფრო კარგად ახსოვს ყველაფერი. ყველას ძალიან კარგად ახსოვს. ნოდაეშერებმა ჩვენ რო არ გვიქნეს და მე პირადად რო არ მიქნეს, ისეთი რამე არ დარჩა. და ვინც ბიბლიანების და კონკრეტულად ნოდაეშერების დაცვას გადაწყვეტ, იმან მართლა უნდა მოუფრთხილდე თავს, იმიტომ რომ იმას მართლა ისე დავწყევლი, როგორც დავწყევლე გოჩას 40-მდე გავიყოლე გოჩას ყველა ძმაკაცი. ვინც დარჩა, იგენიც უგზო უკლო დავაკარგი, ისე მყავს დანაწყეული. და ეხლა ეძიეთ სგურიში ვინები მყავს დანაწყეული გოჩას 40-მდე რო ყველა რომ მოკვდა. ძალიან ბევრი არიან. ვინც უნდა დაეშერების დაცვას გადაწყვეტს, ამოგვძირკვავ ყველას დავწყევლი. ყველას ამოვძირკვავ, ვინც ნოდარიშერების დაცვას დაიწყებს. იმიტომ რომ ნოდარიშერებმა საქართველოში ხო საერთოდ არ გამიგია და სვანეთში არც ერთ გვარში რო არ მომხდარა, არც ერთ თემში რო არ მომხდარა და ისტორიას რო არ ახსოვს სვანეთში, ის გააკეთეს ნოდარიშერებმა. კერძოდ გააკეთეს შამილი ბიბლიანმა და ზუსტად სათავეც იქიდან მოდის ჩვენი სიძულვილის. შამილმა ბიბლიანმა მის დასთან თუ ბიძაშვილ გოგოსთან იქონია ურთიერთობა, სისხლი არია და შამილის ინსტრუმენტებიდან რა ვიცი რა მოაჭრეს და გამრავლება ქონდა აკრძალული და მოჭრილიც რაღაცები, არ ვიცი ზუსტად რა ქონდა. რომ მოენდომებია მაინც ვერ გაამრავლებდა და აკრძალული ქონდა საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსვლა, დამარხვა კი არა. თქვენ რომ ბევრი რაღაცეებს რომ ალავთ, ის ბევრი რაღაცეებიც ვიცი მე. შამილის ზუსტად შამილის იმას მოყვა ეს ყველაფერი. არასოდეს რო არ უქნია ძალიან კარგად ახსოვს ახლა იმასაკიან ხალხმა, მე რასაც ვლაპარაკობ. ისტორიას რო არ ახსოვს და სვანეთს რო არ ახსოვს, ის განაჩენი გამოუტანა მის სისხლს და ხორცს ასტემირ ბიბლიანმა. გადა საქართველოს ტერიტორიაზე სიარული აუკრძალა და მკვდარიც კი არ უნდა ჩამოესვენებიათ. და ისე გახადა, რომ ვერ გამრავლდებოდა ვერც რუსეთში, წარმოიდგინეთ, ისე გაწირა სისხლის არევის გამო. თქვენი ოთარის, ლუნიას და მაგათი სიძულვილი საიდან მოდის? ეხლა გაიგეთ, საიდან მოდის? ასტემირს გადაეკიდნენ საკუთარი ძმის გამო, ბინძური და სვანეთში, ხალხო, სვანეთში მსგავსი რაღაცები არ ხდება. პირველი ბინძური გვარი არის, რომელმაც წაბილწა სვანეთი. მსგავსი ისტორიით და მიტო არის, მე არც ერთ მედიატორზე, არც ერთ სვანზე არ მწყდება გული. რაც გავიგე მის მანამდე რომ წყდებოდა, რაც ეს ამბავი გავიგე, მე პირადად რო ვიყო მედიატორი, ვერ ჩავერევი, ისეთი ბინძური საკითხი არის, რომ ვერ ჩაერევი. ვერ საიდან ვერ მიუდგები სალაპარაკოდ, ისეთი ბინძური თემა არის და რატო არა ჩხუმიანების ბაჩუკის ოჯახს ქონდა სალაპარაკო, იცოდა, მაგი იცის, თურმე თელმა მსოფლიო მე არ ვიცოდი ერთი თუ არა. რატო შემიზიზღეს მე პირველი შამილი ასტემირის გასვენებია ის მერე რო ჩამოვიდა პირველი მე დავინახე მე გავთქვი ულვაშებიანი ბიძია თუ არა მე შამილი ეხლა ვნახე სურათი თუ არა რეალობაში ნანახი არ მყავდა მიმად რა ქვია ახლოს და ის არ ვიცნობდი და ეხლა რომ მანახეს ფოტო მაშინ მივხვდი რომ ის კაცი იყო ულვაშებიანი ბიძია რატო შემიზიზღეს მაშინაც ჩემ მამამიკო მოახდინა რეაგირება და ნაგავმა რეზომ და თამაზიმ და ყველამ გამილახეს კიდე მამა რას ქვიაო აი მის მერე დაიწყო მამა ჩემის რა ქვია ჩიჩენი და მის მერე დაიწყო მამა ჩემის ცხოვრების დანგრევა იქიდან დავიწყოთ იქიდან საიდან გძულდათ ასტემირს ეჭვი გაუჩინეთ და დააწყებიეთ დალევა
ასე უქენით გოჩას კიდე ეჭვი გააჩინეთ და ყოველდღე ჩიჩინში გააკეთებიეთ ის რომ მოაკვლევიეთ